ნატის ჯგუფი შედის პოლიტიკურ ნაციონალისტურ დარაზმულობა თეთრ გიორგიში და აქ ვიქტორ ნუზაძეს ირჩევენ გაზეთ თეთრი გიორგის რედაქტორად. 1934-36 წლებში ამ გაზეთს ვიქტორ ნუზაძე რედაქტორობდა. შემდეგ მოხდა განხეთქილება თეთრ გიორგელებსა და ორნატელებს შორის. ამ უკანასკნელების ჯგუფს ვიქტორ ნუზაძე ხელმძღვანელობდა. ის საკუთარ ჯგუფთან ერთად ცალკე გავიდა და ახალი ჟურნალი ქართლოსი დააარსა. ეს არის ძალიან სოლიდური ჟურნალი, რომელიც 39 წლამდე გამოდიოდა. მე არ მინდა რომ ახლა როდესაც ფაშისტურ დარაზმულობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენმა მსმენელმა ისე გაიგოს, თითქოს ის ფაშიზმი დღევანდელი გაგებით იყო ამ პერიოდში. განსაკუთრებით იბეროფაშიზმი, ანუ ესპანეთში, პორტუგალიასა, საფრანგეთში არსებული და ჩვენ არ უნდა აურიოთ ნაციზმში, იმიტომ რომ ნაციზმი ცოტა სხვა მოვლენა იყო, არ იყო ისეთი საშინელი მოვლენა ყოველ შემთხვევაში. მე რაც შევისწავლე ჯერჯერობით, მე მგონი კომუნიზმზე ბევრად ნაკლები ბოროტება აქვს ჩადენილი ამ მიმართულებას და აი ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი იდეოლოგი და ხელმძღვანელი გახდათ ვიქტორ ნუზაძე. თუ კი წავიკითხავთ ჩვენ ამ ჟურნალის საპროგრამო დებულებებს, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ქართველი მოაწერს ამ საპროგრამო დოკუმენტებს ხელს. იმდენად კარგად არის დამუშავებული მომავალი საქართველოს მოწყობა. მათ ეცახებოდათ მომავალი საქართველოს კონსტიტუციური მონარქია, დამყარებული პარლამენტზე, ორსაფეხურიან პარლამენტზე. მხოლოდ ეს პარლამენტი იქნებოდა არა პარტიული ნიშნით შერჩეული, არამედ ორი სხვა ნიშნით შერჩეული. ეს იქნებოდა ზედა პალატა, კორპორატიული, ანუ იქ წარმომადგენლები იქნებოდნენ ყველა პროფესიისგან არჩეული ადამიანები, რომლებიც კანონებს მიიღებდნენ სწორედ ამ პროფესიიდან გამომდინარე და მე მგონი ძალიან საინტერესო არის ეს აზრი, ხოლო ქვედა პალატა იქნებოდა რეგიონების წარმომადგენლები, რომლებიც სწორედ იმ კანონებს